ბუნება არ უნდა დაანაგიანო. ჭირდება ჭურჭელი, წყალი, ცეცხლი და აესა. ვით ხორცებს არ აჩამს და ევასებო მაკარონი, მეც ეგან ცეცხლთან კი გავს ინჯი, მომეწონა. ლაშქრებაში ვინც დადიხარ? ჰაი, მოგესალმებით ძვირფასო გამომცემლებო, როგორ გიკითხოთ იმედია კარგად ხართ. მე საკაიფოთ ვარ. აი ეს არის ჩემი გადაცემა, ასიმას განხილვები და განხუთები და როგორც ხედავთ, აი მაგარ საკაიფო ბუნებაში გამოვედით ძმა. ნახეთ როგორი სიმშვიდეა. იქ ჩიკჩიკის ხმა ისმის, აქეთ სკვრის ხმა ისმის, აქეთ ხეებია, ჰაერია, ნიავია, საკაიფო ამინდია. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, სანამ მე განხილვებს დავიწყებ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ბუნება არ უნდა დაანაგიანო. ისა, არ უნდა დააგიანო, ის არ უნდა დაანაგიანო. ბუნება არ უნდა დაანაგვიანო, ბიჭო. რომ მოხვალაკა, შეჭამ, რაღაცას გააკეთებ, აიღე, ჩახარე პარკში და წაიღე. ურნა ნახე და იქ ჩააგდე. რა შეეხება სპონსორებს ძვირფასო გამომცემლებო, ჩემი გადაცემის ერთგული სპონსორია ეს ლობიანი, მაგარი ლობიანი. ადრე მომქონა ხოლმე ლობიანი, აი დავდებდი ხოლმე, აი მოკიდებდი ხელს და აი ცოცხალი კადრი იყო ხოლმე. აი ეს გაჩვენებდი, აი ჩემი სპონსორი ლობიანი. ეხლა ვეღარ მოგვაქვს. ლობიანის ფულიც აღარ არის. დღეს უნდა განვიხილოთ მაგარი რაღაცა უნდა განვიხილოთ ძვირფასო გამომცემლებო. მე თქვილა არა ვარ ბუნებაში, ისეთი რაღაცა აღმოაჩინე მარკეტში არ დავასახელებ ეხლა რომელ მარკეტში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ მარკეტებში. მოკლედ ვიპოვე მაგარი რაღაცა განსხვავებული მაკარონები ვიპოვე, რომელიც კერძია. კერძი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. თუ დავაშვათ წამოხვედი პიკნიკზე, წამოხვედი დასასვენებლად და ბუნებაში ხარ და გინდა რომ კერძი ჩამო, ან შენ შვილს აჩამო, ან შენ მეგობარს აჩამო, ან შენ ათესავ, ან მეზობელს, ძალიან მარტივად მზადდება ეს კერძი. ეხლა მე გაჩვენეთ როგორი შეფუთვარი და როგორ გამოიხურება ეს მაკარონები. ეს არის ძვირფასო გამომცემლებო, ფირმა იტალია, ნაღდი იტალიური პროდუქტი, რომელიც არის სხვადასხვა არომატების. მოკლედ, ესეთი სხვადასხვა გემოები აქვს, ზოგი რის არის, ზოგი რის არის. ეს არის соуსი. соусებიც საათქი არის და ეს არის კიდე ყველაზე მაგარი აღმოჩენა, ამაზე ცოტა მოგვიანებით გელაპარაკებით. მანამდე კი მინდა ესენი გავსინჯო, ესეთ ყველას მოვამზადებ სათითაოდ და ყველას გავსინჯავ. და ვნახავ რომელს უფრო მაგარი გემო აქვს და თქვენს გაჩვენეთ როგორ მზადდება მარტივად. ცხალი უნდა ადუღდეს, დადგავ ესე ცხალს აადუღებ და მე ამას ჩახრი. 7 წუთის განმავლობაში ადუღებ, ცოტა რომ დაიშრობს და ბლანტი სითხე გახდება, ბლანტი რო გახდება, соусივით რო გახდება, აი მე უნდა გათიშო და გადმოიღო და უკვე მზად არის. ანუ დაახლოებით არა, ზუსტად 7 წუთია საჭირო იმისთვის, რომ ესეთი გემრიელი კერძი მიირთვა. მოკლედ ძვირფასო გამომცემლებო, ცეცხლი უკვე ავანთეთ, ეხლა კი საჭიროა ჭურჭელი. ესეთი ჭურჭელი გვჭირდება რომ ჩავხაროთ ესენი, მაგრამ სანამ ამაებს ჩავხრით, ფირმა იტალიის მაკარონებს, მანამდე 9 ლიტრი ცხალი უნდა მოვათავსოთ ამ ჭურჭელში. ესე 9 ლიტრა ცხალი, 9 ლიტრა და დავდებ ეხლა მე ცეცხლზე რომ ეს ადუღდეს. ასე. ეს ეხლა ადუღდება, როგორც კი ადუღდება, მე გავხსნი ამას და ჩავხრი ამაში. ზუსტად 7 წუთი უნდა იდუღოს და კერძი უკვე მზად არის. ვისაც გამოწერილი არა გაქვთ არხი, გამოიწერე ბიჭო რა, გამოიწერე რა. რა გაგიხდა რა, დააჭირე რა ხელი. ეს მოვრეთ და 7 წუთის განმავლობაში დაველოდებით. როგორც კი 7 წუთი შესრულდება, всё, კერძი მზად არის. მოკლედ, ეს გავაკეთე ყველის მაკარონი და ვნახოთ აბა ეხლა როგორი გემო აქვს. ზუსტად 7 წუთი მზად იყო. ნახეთ. ნახე როგორი ფერის არის, ყველის არის, ყველი. ნახეთ. გემრიელია, მართლა გემრიელია. მაკარონია ყველში. ძალიან გემრიელი არის. მოკლედ, ძვირფასო გამომცემო, მე რა გინდა? 7 წუთში კერძი მზადა გაქვს. ყველის მაკარონის კერძი. ზუსტად 7 წუთი გჭირდება ჭურჭელი, წყალი, ცეცხლი და ესა. ფირმა იტალია. ჩახარე 7 წუთში
კიშკი გაქვს, უბერე ჩამე. ეხა ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ აი ბუნებაში გახვედი ბიჭოადი, კიმწოადი, შეცი რაღაცა. წვადიცა გვაქვს, ძმაო, წვადიცა გვაქვს ამაღებული. უბრალოდ ეხა რა ხდება, იცი? ვიც სვაც არ აჩამს, ვიც ხორცებს არ აჩამს. და ევასებო მაკარონი, რა პრობლემა არის? შვიცუჩი გაამზადებს და შეჭამს. ეს კიდე იმითო წამოედით ბუნებაში, რომ ბუნებაში სიამონეს, კაი ჰაერია, თორე სახლის პირობებში გაცილებით მარტივია ამის მომზადებაც, მა. აი, უკვე ჩაიშრო ცხალმა. აი, ნახე როგორი მასა მიიღო. ზუსტად 7 წუთი მეგობრებო, ზუსტად 7. მზად არის. ეხლა ავდგეთ და გავსინჯოთ, მოიცა? თარ მაგარი გემოაქვს. ტომატის არის ესა, ტომატი. ეხლა გადავთან ჭურჭელში, ეგ დავაგემოვნებ და გეტყვით კიდე რაღაცეებს. აი, მეგობრებო, გადმოვიტანეთ ჭურჭელში, აი ეს მაკარონი, პამიდურის მაკარონია და გავსინჯოთ ეხლა როგორი გემოაქვს. მეც ეგან ცეცხლთან კი გავსინჯე, მომეწონა. ტომატი არის მაკარონია, საკაიფო გემოაქვს მართლა. ძალიან მაგარი გემოაქვს. ასწორებს. მოკლედ, ჩემი დასკვნა ასეთია. აი ესა, ფირმა იტალია. შეგიძლიათ წაიღოთ ლაშქრებაში ვინც დადიხართ, აი მათ გირჩევთ რომ აი შეიძინოთ, იხიდოთ, გასინჯოთ და აგემოვნოთ თუ მოგიწონებათ, მე კიდე 1-3-4 მეშოქი იხიდოთ. მოკლედ ძალიან გემრიელი იყო ძვირფასო გამომწერებო, მე გირჩევთ რომ ერთხელ მაინც გასინჯოთ, თუ მოგეწონებათ, იხიდოთ, ოფტა მიხიდოთ და იხიდოთ. როცა ხშიახო ზოგადად აი მოუთმენელი ხარ, მაგრამ 7 წუთი აი ესეთი თემაა რა, ძალიან მალე გადის. 7 წუთში კერძი მზადაგა. აი ეს არის ფირმა იტალიის წარმოებისა, ეს არის კარტოფილის რგოლები, კარტოფილის რგოლები. ეხლა გავხსნათ და ვნახოთ, ესეც მოვამზადოთ და ესეც დავაგემოვნოთ. აი ნახე, აი ესეთი რაღაცა არის. აი ეს არის კარტოფილის რგოლები. აი, როგორ შეფუთულია ხედავთ? კარგად არის შეფუთული, ისი არ არის. და ეს არის კიდე соуსი. ხველის соуსი. აი მას ჩავხრით, მე ამასაც ჩავხრით და 7 წუთი დაველოდებით. და ვნახოთ აბა როგორი გემრიელი იქნება. გამზადდა ეს კარტოფილის გოლები და გავსინჯოთ ეხლა ვნახოთ როგორი გემრიელია. აი ხველის соусია და ესენი კიდე კარტოფილებია. გოია. ცოტა ისეთი გასხვავებული გემო აქვს რაღაცნაირი. და სპეციფიკური გემო აქვს. ვისაც აი სიახლეები გიყვართ, სხვადასხვა გემოები გიყვართ, აი ეს აიღე. მე რა ვიფიქრე, იცი? აი ეს რო შემწვარი იყოს, აი შემწვარი. აი ეს რო შემწვარი იყოს, უფრო კაი იქნება. უფრო სხვანაირი იქნება, სხვანაირი გემო ექნება. მე კარტოფილი მიყვარს. ძალიან მიყვარს კარტოფილი. მოკლედ გავსინჯეთ ფირმა იტალიის პროდუქცია. მაკარონები და კარტოფილის რგოლები. ყველაფერი გავსინჯეთ და მე ჩემი დასკვნა მინდა გავაკეთო. აი ხა კარტოფილის რგოლები თუ აი ეს მაკარონი მე ავირჩევ. აი უფრო მაგარი მაკარონი არის. აი ეს უფრო მომეწონა. განაიც არ მომეწონა, მაგრამ აი ეს უფრო მომეწონა. ესეც კაია, ესეც კაია, მაგრამ უფრო კაი აი ეს არის. აი ესა, ფირმა იტალიის მაკარონები. მოკლედ ძვირფასო გამომწერებო, ეს იყო 100 იმას განხილვები, 100 იმას განხუთები, უნდა დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე და მადლობა გადაგიხადოთ რომ გიყურებდით. ძალიან დიდი მადლობა, გენაცვალეთ, გოცნები, ძალიან ბევრი გოცნები თქვენი იყოს.